გამარჯობათ, დღეს გვექნება ექსპრეს გაშლა სახელწოდებით სწრაფი გზავნილი შენი მფარველი ენერგიისგან. არსებული ვიდეო არის მათთვის, ვისაც უჩვენებს, შესაბამისად მიიღებთ იმ ინფორმაციას, რაც ამ მომენტისთვის საჭიროა. ეს ვიდეო აქტუალური არის იმ მომენტიდან, როდესაც ნახავთ ენერგობალანსრებისთვის მოწმობა, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ, პირადისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ამ მომენტისთვის სწრაფი გზავნილი შენთვის რა არის? უსმინე შინაგან ხმა, საკმაოდ ძლიერი ინტუიცია გაქვს, საკმაოდ ძლიერი, ასე ვთქვათ, შეგრძნებები გაქვს, ხშირად შეიძლება ხედავდეს სიზმრებს, რომლებიც გიხდება, ან უშუალოდ შეგრძნების დონეზე მოდიოდეს ინფორმაცია, არ უარყო საკუთარი შესაძლებლობები. უსმინე შინაგან ხმა, შინაგან მგრძნობელობას. რაც უფრო მეტად იქნები ამაზე ორიენტირებული და მეტად განავითარებ საკუთარ თავს, უფრო მეტად გამარჯვებულის პოზიციაში იქნები და წაგებულ პოზიციაში ნამდვილად არ იქნები. ეცადე რომ მეტად გქონდეს გარკვეული სახის აქტივობები, ხო, განსაკუთრებით კარგი იქნება შენთვის თუ ფიზიკური აქტივობის პოზიციაში გადახვალ, შეიძლება იყოს მსუბუქი ვარჯიში, ფეხით სეირნობა, ჭამის კონტროლი, ხო, ანუ ჭამის რაციონის კონტროლი, შეიძლება იყოს დიეტური კუთხითაც, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის უმეტეს შემთხვევაში აქტიური არის გარკვეული სახის ჭამის რეჟიმის დარეგულირება საჭირო და ამავდროულად ფიზიკური აქტივობების ჩართვა. თითქოს ცხოვრების სტილი რაღაცა მომენტში საჭირო არის, რომ შეცვალო შენივე ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობიდან გამომდინარე. მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, მეტი ნებისყოფის გამომუშავება გჭირდება საკუთარ თავში. იმისთვის, რომ უფრო მეტად გაძლიერდე, იმისთვის, რომ უფრო მეტად ლიდერის პოზიციაში იყო, მეტი სიმტკიცე გამოიჩინო. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ისეთ აქტივობებს განახორციელებ, სადაც მაქსიმალური ჩართულობა იქნება გარდა ფიზიკური სიტუაციისა, მენტალური კუთხითაც, აი საჭირო იყო კონკრეტულ საქმიანობაში, თუ არ მუშაობს სიტუაციურად, თუნდაც სახლის თემებში რაღაც გარკვეული სახის პასუხისმგებლობები აიღო, რომ ეს უნდა გავაკეთო სახლში, ხო, სამსახურის თემაშიც ანალოგიურად. მეტად წარმოაჩინე საკუთარი თავი, რომ თვით შეფასება მეტად აგიმაღლდეს სიტუაციურად, ხო? შემდეგ, როდესაც მსგავს ჩართულობას განახორციელებ, მე უკვე თემები უკეთესობისკენ წავა და წავა. კიდევ რა არის კონკრეტულად შეტყობინება შენთვის ამ მომენტისთვის? ფინანსური კუთხით შეიძლება გარკვეული სახის პატარ-პატარა კრიზისები იყოს, მაგრამ სულ მალე ყველაფერი დაგილაგდება, უკეთესობისკენ შეიცვლება თემები. ერთადერთი მომენტი რაც არის, ეცადე აკონტროლო შენი მატერიალური თემები და ზოგადად ენერგიები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადის შენგან და საპასუხო ძალიან მცირე ზღებულობ და აბალანსების კუთხით, ამას მიაქცია მეტი ყურადღება. და შემდეგ უკვე შეძლებ სამომავლო სიტუაციების გადახედვასაც და მეტ გაკონტროლებას. იდეაში შენ გაქვს პოტენციალი იმისთვის, რომ წინ წახვიდე, შენ გაქვს პოტენციალი იმისთვის, რომ იყო გამარჯვებული, რომ იყო ლიდერი. თავარი არის მეტი სიმტკიცის გამოჩენა საკუთარ თავში და მეტი ნდობა საკუთარი თავისა. ისწავლე შეცდომებზე, ისწავლე გარკვეული სახის ახალი მიმართულება, საინტერესო ინფორმაციებს გაეცანი, ისეთი რაც საჭირო არის და რაც გონებისთვის უკეთესი იქნება. არ იყო მოდუნებულ პოზიციაში, არ იყო მოშებულ პოზიციაში, მეტად განავითარე საკუთარი თავი და დაიკმაყოფილე შენი ასე ვთქვათ, ეგოს სიტუაციები, ოღონდ ჯანსაღი ეგოს სიტუაციები შეიძლება ითქვას, ხო? და შემდეგ უკვე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. აი ესეთი არსებული სიტუაცია გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.